მინდა ვუპასუხო თქვენს კომენტარს, სადაც გიწერიათ, რომ თუ ადამიანი არც ერთ ეგრეგორში არ მოიაზრება, ანუ არ არის, ასე შემდგომ ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ანუ მისი გარდაცვალების შემდგომ რა ხდება? გულისხმობთ თქვენს კომენტარში. პირველ რიგში ძალიან ბევრმა შეიძლება არ იცოდეს თუ რა არის ეგრეგორი და ორი სიტყვით ავხსნი მას. ეგრეგორი ეს არის ენერგოინფორმაციული არსება, რომელიც ადამიანთა მასობრივი რწმენის, რიტუალების და ემოციური კავშირების შედეგად ფორმირდება და იქმნება. რელიგიური ეგრეგორები ქმნიან ცნობიერების ერთგვარ კარიბჭეს, შესასვლელ კარს, რომლის მეშვეობითაც სული მარადიულობისკენ მიემართება. ყოველ შემთხვევაში ეს არის ამ ეგრეგორის შინაარსი და მასში ჩადებული დედააზრი, მაგრამ ადამიანი, რომელიც ეკუთვნის რომელიმე ეგრეგორს, გარდაცვალების შემდეგ ხშირად მიყვება სწორედ იმ ენერგეტიკულ არხს, რომელთანაც იყო ის დაკავშირებული ცხოვრების განმავლობაში. იქნება ეს ქრისტიანობა, ბუდიზმი თუ ნებისმიერი სხვა რელიგია და მისი იდეოლოგია. მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება თუ ადამიანი არც ერთ ეგრეგორში არ მოიაზრება. მაგალითად, როგორც მე ვთვლი საკუთარ თავს. ასეთი სულიერი მდგომარეობა შეიძლება იყოს რამდენიმე ტიპის, ოღონდ. პირველი ეს არის ნეიტრალური, ანუ თავისუფალი გონება, თავისუფალი სული. ეს არის ადამიანი, რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ რელიგიურ სისტემას, მაგრამ ცხოვრობს ძალიან ღრმად ეთიკური, სულიერი, ცნობიერი ცხოვრებით. მისთვის მნიშვნელოვანი არის რა? სიმართლე, აკეთოს სიკეთე, უყვარდეს, შინაგანი განვითარება, არ შეაჩეროს მის ცხოვრებაში, მაგრამ არ იყოს რაიმე ტრადიციული ფორმის საშუალებაზე ზედმეტად დამოკიდებული თუნდაც. სავარაუდო შედეგი გარდაცვალების შემდეგ. სიტყვა სავარაუდოს ვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი აბსოლუტურად შეურაცხყოფელი კომენტარები იწერება ხშირად, მაშინ როდესაც საჭიროა მოусმინოთ, რას ვამბობ და რამდენი მხრივ შეიძლება განვიხილავდეს საკითხს. ასეთი სული ხშირად თავისუფალია ეგრეგორული მექანიზმებიდან და გადადის იმ შრეებში, სადაც განიხილება მისი გამოცდილება უშუალოდ თავისი შინაგანი სინათლისა და განვითარების მიხედვით. ის შეიძლება მოხდეს ნეიტრალურ ან კოსმიურ გამწმენ შრეებში, სადაც ხდება ენერგეტიკული ანალიზი, კარმული თანხვედრები და შემდგომ უკვე მომდევნო ინკარნაციის დაგეგმვა. ასეთ სულს აქვს მეტი შანსი ინდივიდუალური განწყობით არ მოყვეს ციკლურ მექანიკურ რეინკარნაციაში. ხა მეორე ტიპზე ვილაპარაკებ, ეს არის არაცნობიერი მატერიალიზებული ადამიანი, რომელიც არც ერთ ეგრეგორს არ მიეკუთვნება, თუ ადამიანი უბრალოდ არაფერს არ აღიარებს, მაგალითად არც სულიერებას, არც ენერგიას, არც სიკეთეს, არ თვითშემეცნებას და მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე არის ორიენტირებული, როგორც დროებითი სიამოვნების მისაღებ კონკრეტულ ფაქტორზე, მაგრამ ამ სიამოვნების არსით შეიძლება მან არ იცოდეს, მაშინ ის არაფრისგან არ არის დაცული, ეგრეგორული სისტემების გარეთ იმყოფება ფაქტიურად. რადგან ხდება სავარაუდო შედეგი გარდაცვალების შემდეგ. ასეთ ადამიანს შესაძლოა დაემართოს დაკარგულობის მდგომარეობა მის სულს, ანუ სული ვერ მიხვდება რა ხდება, რადგან არ აქვს არც ერთი არხი. არც მწამსი და არც შინაგანი ორიენტირი, რის გამოც ის შეიძლება უბრალოდ ამ დროსა და სივრცეში დაიკარგოს. ასეთები შეიძლება დარჩნენ დედამიწის უახლოეს ასტრალურ შრეებში, ეს არის ერთგვარი ესქატოლოგიური ლიმბა და აქ მოექცნენ როგორც პარაზიტული ენერგიების ზემოქმედების ქვეშ მყოფნი. ასეთ სულებს ხშირად სჭირდებათ დახმარება, სხვა სულების, გიდების ან ცოცხალი ადამიანების ლოცვების თუ რიტუალების სახით. და შესაბამისად ყველაზე გადამწყვეტი რა არის ამ ნაწილში, თუ რას ეყრდნობა სული, ხო? სულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა ეკუთვნოდეს რომელიმე რელიგიას, ასე ვთქვათ, რომელიმე მწამს ან რომელიმე იდეოლოგიას პირიქით, სულისთვის აუცილებელია იცნობდეს საკუთარ თავს, ეძებდეს მის არსს, მის ჭეშმარიტებას. დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტურად მისი არჩევანის საკითხი. და ადამიანი ან მისი სული მისდევდა თუ არა სინათლეს, სიყვარულს,
თავისუფლებას, გონებრივ თავისუფლებას გულისხმობ და როგორ მდგომარეობაშიც არის მისი გონება, მისი გული თუნდაც გარდაცვალების მომენტში და მისი განვლილი გზიდან გამომდინარე რა პროგრამები და მარცვლები დაითესა მის გონებრივ სამყაროში, ცნობიერების სამყაროში, მისი სულის კარმულ ასპექტებში. სწორედ აი შედეგები შეიძლება დადგეს და თუ ადამიანი ცხოვრობდა შინაგანი სიმართლის მიხედვით, მაშინ მას შეუძლია გაიაროს თავისუფლად შრეები. გამოცადოს აბსოლუტურად სხვა სულიერი სფეროები და ამისთვის არ არის აუცილებელი ან სავალდებულო იყოს რაიმე კონკრეტულის მიმდევარი ამ შემთხვევაში. რადგან ეგრეგორული სისტემები ქმნიან ერთგვარ გზა მკვლევ სისტემებს, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ერთადერთ გზას. ადამიანი, რომელიც არც ერთ ეგრეგორში არ არის, შეიძლება ესეც ითქვას კიდევაც, რომ მისი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდგომ, რა თქმა უნდა, თავისუფალი და სუფთა არის და შეიძლება მოახერხოს კიდევაც გადავიდეს უფრო ღრმა და მნიშვნელოვან კოსმიურ სივრცეში, ან უბრალოდ დაიკარგოს ენერგეტიკულ სადღაც სიცარიელეში, სადაც არავინ ელოდება მას და არც თვითონ აქვს მიმართულება მის სხვა სამყაროში და სხვა განზომილებაში. ვიმედია თქვენს კითხვაზე პასუხი გავეცია მომწურავად და თუ რაიმე სხვა მნიშვნელოვანი ან საინტერესო კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ დატოვოთ ხოლმე და შეძლების დაგვარად შემოგთავაზებთ თემატიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პასუხებს, ვიდეო პასუხებს აუცილებლად. ეწვიეთ საიტს luminara.arcana.net, სადაც ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა საინტერესო სტატიებს, ყოველდღიურ პროგნოზებს და ასევე გახდეთ Luminara-ს წევრი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.